ლაილაი წარმოგიდგენ გადაცემას პროფათეული. საღამო მშვიდობის, ისე ის მოსალმება, რომ გადავაკეთოთ და იმ მაგალითად საღამოს სინათლეს დავამკვიდროთ, მე მგონი უფრო აქტუალური იქნება, იმიტომ კაცმა არის ახლა უსინათლობის გამო რამდენი კაცი მიყვარს. მაგრამ არა უშავს, რამდენიც მიყვარს იმდენისათვის. ლაილაი კვლავ პროფათეულს წარმოგიდგენ და საღამო სინათლეს. რამდენიმე წლის წინ ლონდონში ჩასულს ერთ-ერთ სუპერმარკეტთან საკმაოდ უცნაური და ხალხმრავალი მიტინგი შემოვიდა. მე როგორც ჩემი ქვეყნიდან ჩასულმა მომიტინგე პროფესიონალმა გადავწყვეტა, რომ დემონსტრაცია შევერთებოდი და თანაც რომელიმე ქვეყნის ინგლისის ნაკლებს ავარაუდო იყო და რომელიმე ბანჯა ქვეყნის დამოუკიდებლობა მომეთხოვა და თანაც დამეცვა. მოკლედ დამეძახა ჩვენებული კმარა. უნდა გენახათ ჩემი გაოცება, როდესაც სამიტინგო პლაკატებზე ცნობილი გამათავისუფლებელი ლიდერების და მოწოდებების მაგივრად ოთხფეხა ცხოველების, მაგალითად ძროხების და ღორების ფოტოებს დავაწყდი. აი ეს ოთხფეხა ცხოველების დაცვა მთელ მსოფლიოში ძალიან მოდურ მოძრაობად იქცა. ადამიანები, რომლებიც არც მოდას მიყვებიან და არც ფეხის ხმას. და უბრალოდ ამ არსებების დაცვა თავის პროფესიად აქციეს, მოკლედ ვეტერინარები დღეს პროფათეულში ირჩევენ. გამოგიტყდებით, რომ საშინლად მეშინია ვეტერინარებთან მივდივარ და ცხოველების განსაკუთრებული სიყვარული არ გამოვიჭი, უბრალოდ ეხლა სიყვარული ჩორიდან კი მიყვარს, მაგრამ ხოლო ჩორიდან მაპარტიეთ, აი ხო ხედავთ რაღაცა მანქანა მეხოც მომცა, ეთყობა იმასაც ეშინია. მე და მიშას მოკლედ ჩვენ ოპერატორს საშინლად გვეშინია. კაც მარტის რა ცხოველები დაგვხვდება შიგნით. მოკლედ ვძრწივართ გვაკანკალებს. დარამ, არა. ვაი მე რა საყვარელი ძაღლი დაგხვდა პირველი. რა თემაზეა აქ მოსული, ავათ არის? აცრა გავუკეთეთ რის საწინააღმდეგო? რის საწინააღმდეგო, რომ ჭიები არ ყავს. ესე იგი ძალიან სერიოზულად როგორც ბავშვებს წრიან, ისე წრიან ფრანგულ ბულდოგსაც, ხო? და გველაპარაკე რამე თუ შეიძლება. კარგი იყო აცრა თუ გეტკინა? არ გველაპარაკება. მე მივხვდი რომ ადამიანებზე ბევრად უფრო წყნარები და კარგები არიან ცხოველები, იმიტომ რომ ისინი პირდაპირ ან მაგალითად თუ გაგდებენ და არ უნდათ ლაპარაკი, დაგიყება წედეკიდან წადი თუ რაღაცა და აი ძაღლები ნახე წესიათ, ნუ არ უნდა ლაპარაკი, არ უნდა და მორჩა. აქ სერიოზული ოპერაციები მიმდინარეობს, ყველანი აცრებზე, ყველა ძაღლი აცრებს. გარეთ ფრანგული ბულდოგი იდგა და ტიროდა, რომ საშინლად მატკინესო. ხო. ჩიოდა. გამლანძღა გიდევათ. აი გაიკეთა უკვე ამანაც, ვაი მე რა საწყალი სახეა. არ უძერს ამას კურნალობთ. შენ დეპრესია ხო არა გაქვს, რაღაცა ცუთხასიაძე ხარ მე მგონი. ვაი. ნახო, საშინელი დეპრესია და ნევროზია. ეს ეთერში არ გამოვაკვირდოთ რა ეხლა თქვა. რა თქვა? რაღაც უცენზურო. მაშინ დავადოთ, კიდე რა ქვია? აი და მაინტერესებს ახლა. ვაი მე და ნუ ძალიან ბრაზიარ მე მაგალითად ვეტერინარი ვერასოდეს ვერ გავხდებოდი და თქვენ რამ გადაგაწყვეტინეთ რომ ამ პროფესიად გაყოლდით ცხოველების სიყვარულმა თუ ცხოველების სიყვარულმა ინტერესმა ძალიან საინტერესო სამსახურია. მომღერალი ძაღლები მოდიან ხოლმე აქ? მომღერალი ძაღლები კი. ისინი ყველაზე კარგი მომღერლები არიან მე მგონი. და კარგი სმენაცა? სხვათა შორის კი. მუსიკას აღვებიან ხოლმე და საოცრად ღერიან. აი მაშინ ჩვენ გვინდა რომ ის ხალხი ეხა ადამიანები დაგვისახოთ რომელსაც კარგი ხმა აქვს და მუსიკასაც აყვებიან ხოლმე. არ ვიცი რა სიტყვიან ისინი ვეტერინარის აზრზე, მაგრამ აქ ძალიან დიდი სია არის. ძაღლები ვიცით რომ მოდიან თქვა კატები მოყავთ რა ძირითადად ყავთ, მაგრამ აი რამე ისეთი ცხოველი თუ ყავს ვინმე სახლში და მოუყანიათ თქვენთან სამკურნალოდ. განსაკუთრებული? განსაკუთრებული. მაიმუნი ალბათ. სახლში ყავდათ და კურნალობდით ფილტვების ანთებას. მუსიკის ხმა აერში გაფანტული სევდიანი წამები მოგონება უეცრად დაბრუნებს მე დაშორიდან ერთმანეთს შეხვდებიან ისევ ჩვენი თვალები არ მეგონა ისევ თუ გიპოვნიდი შენ გავიცი ამ საღამოს ყველაფერი დაიწყება თავიდან ნუ წახვალ გემეძები მე არაფერს დავიწყება არ მინდა როგორ მომენატრე დარამდე ხანს კერძებდი რამდენი დრო გავიდა მომარ შენთან ისე მოგეფერები სიჩუმე დგას თვალებში ჩაძირულა უცნაური ფერები წვიმა მოვა და ისე დაასვენებს არ გამოვა ძლია დაივიწყო ის დამაზი დღები შეგამოვა სიყვარულს მოგაგონება გავიცი ამ საღამოს ყველაფერი დაიწყება თავიდან ნუ წახვალ გემეძები მე არაფერს დავიწყება არ მინდა როგორ მომენატრე დარამდე
კერძებდი რამდენი დრო გავიდა მოვა შენთან ისე მოგეფერები ცხოველების დაცვამ შესაძლოა შენი ძირითადი პროფესია, მისი თანამდები პოპულარობა და მატერიალური კეთილდღეობაც კი დაგავიწყოს. ამის ცოცხალი მაგალითი მე-20 საუკუნის სექს სიმბოლოდ აღიარებული ბრიჯიტ ბარდოა, რომელსაც კინოსაკენ მოხედვაც კი აღამდოა თავის ძალიან ცნობილ ორფეხა კოლეგებთან კონტაქტს ოთხფეხებთან და თანაც უმეტყველო ოთხფეხებთან ურთიერთობა არჩია. ცხოველების დამცველები კი მსახიობს ირჩევენ, თუმცა ამჯერად ქართველს ეკაკახიანი პროფათეულში. Potrebi da cvida mitkhari rom giqvarvar Maxsosom gatsvinda tremlebi gatsvinda amde khasada khasad Maxsosom gatsvinda tvilishi atsivda chveni dro mofida Machuketro chveni lamazi Ჩვენი დრო მოვიდა შენს თვალებს მინდა მოვეფერო მოდი შენი ჩურჩული კლავს მითხარი როგორ შეგიფერო ვერსად ვეღარ ვიკავებდა სადაც გინდა მე გამოყვები აღარ გინდა ნუ თუ ჩემთან ვიცი რომ კლავ გინდა სიკიჟედა ღვირილი მე მიყვარხარ მახსოვს რომ გაწვიმდა ფოთლები დაცვივდა მითხარი რომ Maxsows რომ გაწვიმდა წრემლები გვაწვიმდა ამდე ხასად ახასად Maxsows რომ გაწვიმდა თბილისში აცივდა ჩვენი დრო მოვიდა მაჩუკე დრო ჩვენი ლამაზი დრო ჩვენი დრო მოვიდა Я очень боюсь и кошки боюсь, и собак. А вы вообще никакого животного не боитесь? Вообще ни кошки, ни собаки? Ну, в принципе, бояться надо любое животное. Просто нужно смотреть на его поведение, как он реагирует. Вот эта кошечка, она очень ласковая, очень хорошая. Как тебя зовут? Ой, она у нас без имени. Ее подкинули нам с котятами. Значит, подкидывают. Подкидывают тоже. Შენ მოდი სახეს ნუ მალა მიაუ ნატრის ხე სული ნატრი დამივსე ნატრის ხე ხშირად ასეც ხდებოდა ნატრა ამიხდებოდა ნატრის ხე სადამი წამღეროდა სასწაულის ვჯეროდა ნატრის ხე ზესხიმილით ხდებოდი და სიცოცხლით კვებოდი ნატრის ხე ნატრის ხე სული წლებით ამივსე ნატრის ხე სადამი წამღეროდა სასწაულის ვჯეროდა ნატრის ხე შუმა დავიდა ხარე ვერაფრით გამახარე ნატრის ხე ქვეყნა თურმე ხდებოდა ნატრის ხეც კი ხმებოდა
ვეტერინარის ჩვეულებრივ ექიმებზე არანაკლები რაოდენობის პაციენტები ჰყავს. 4 ფეხა არსებები, თუმცა ძალიან ხშირად ავანტყოფენ გრიპით ემართებათ თავის ტკივა და სხვათა შორის დამავიწყდა მეკითხა დეპრესია თუ ემართებათ, მაგრამ დეპრესიაში იქნება, აბა არ იქნება ქუჩის ბიჭის, პატა ხაჭის, პატარა თვენახევრის ძაღლის სტაფი, როდესაც მისი პატრონი სულ კონცერტებზე გამოდის და სახლში არასოდეს არ არის. სხვათა შორის ქუჩის ბიჭები ვეტერინარების ჩეული გახდა. სხვას რომ უყურებ ჩვენ გსურდეს და მე ერთად რომ გვინდოდეს ჩვენ ჯერა ყველას გაუგებ როგორ მინდა ვიყოთ აქ თუნდაც არაფერი თქვა ამ ღამით იწყება ეს თავდავიწყება ცეკვა მოგინდება ამ ღამეს გეტყვი რომ დღეს სიყვარული გვინდა ვაჩუქოთ ბევრ აკეთებს შენ რომ მოყვან ჩვენთან დღეს ამ ღამეს აქ იყავი არსად აღარ წახვიდე ვერასოდეს დათმობშენ გაიგე შენ სიყვარულს გული ვეღარ დაიგდეს კარგად გავატარა დროს დაუვიწყარ საღამოს მასე რომ ჩვენთან ვისეკო კარგად გავატარა დროს დაუვიწყარ საღამოს მე მინდა ბევრი აღარ იფიქრო მე გეტყვი რომ ეს ჩვენი ერთად ყოფნის მოვიდა საღამო იცოდე შენი ფიქრი გამანდე და ჩემი გული უფრო მეტი სიყვარულით გაათმე ვინები იყვნენ დღეს აი სია გააქვთ სია გვაქვს ხო აი ვინ იყვნენ მაინტერესებს დაღლები იყვნენ აჰა როკი იყო როგორ როკი იყო სიმბა იყო ჯერი იყო ხანდო იყო ну ერთი ლომი იყო ეხლა ამას არ აქვს ნიშნულობა ლომი პირველი გავში დილიდან 9 საათზე გავში მაგრამ რა ჭირდა ლომს ყურის ტკიოდა ლომს როგორ ხდებით? მერე ბანაობის მერე ყური შეაწუხა და. და აი როგორ ხდებით აი ყური რო ტკივა? ნუ ჩვენ ახლა ჩვენი პროფილია ვეტექიმი ვარ და ხვდები. და აი ღმუილს იწყებს? ენა მესმის ცხოველების ენა მესმის. ლომები ხშირად გაკითხავენ ხოლმე რაღაც ავადმყოფობები? რა თქმა უნდა ლომების, მაგრამ ძირითადად ზაღლები გვაწუხებენ. მაიმუნები თუ მოდიან ხოლმე თქვენთან შე? მაიმუნებთან ჩვენ თვითონ მივდივართ ადგილზე. გამოძახებით. если гарани идёт к магомеду магомед идёт гаре. მიდის კომაიმუნთ. მითხარ მაიმუნები გიჯერებენ? თუ რა უნდა ქნა გააკავოთ? კაცრად. კაცრად უნდა რა თქმა უნდა. სპილოსთან თუ ყოფილ ხარ? რა თქმა უნდა. აი სპილოს რა ტკივა ხო? შეიძლება რომ სპილო გაცივდეს? რა თქმა უნდა, როგორც ჩვეულებრივი ცოცხალი. აცემინებს დაახველებს. წვინტლი წამოუვას. ბუნებრივია. დეპრესია თუ აქვს სპილოს მაგალითად? რა თქმა უნდა, დეპრესია და კონიაკი 1-2-3 ლიტრა და მშვენივრად გამოდის დეპრესიიდან. ხდებიან ხოლმე ცხოველებს შორის მსმელებით? რა თქმა უნდა, თუ მიეჩვია ზაღლებში ძალიან ხშირია პატრონი აჩვევს ახლა ლუდს. ეჩვევა და ძალიან უყვარს მე ეს ლუდი და ალკოგოლის სასმელი. მე ეჭვი, მაგრამ მაშაყირებენ. მაგრამ ამას უკვე გადაცემაში გავარკვევთ. არა, მართლა არიან მსმელები ცხოველებს? ხო, ცხოველი ეჩვევა. ადამიანმა უნდა მეჭვეს, ეს ყველაფერში დამნაშავე ადამიანია, გრიპებსაც ადამიანი. ყველაფერში დამნაშავე. მამაკაცები. ყველაფერში დამნაშავე შენ ახარ ეს ადამიანებს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ცხოველები მე როგორც მივხვდი ძალიან კარგად იქცევიან, არა? გახსოვს გიკრებდი დავიდგიფნებით მასში სიო არ ხედა გოდის რა კარგი იყავ მაშინ რა კარგი იყავ მაშინ ერთად ვიყავით როცა ლუჯიები ხელში დამტამებს ხვიდი მოთვა რა კარგი იყავ მაშინ ერთად ვიყავით როცა ლუჯიები ხელში დამტამებს ხვიდი მოთვა მაგრამ აცივდა შემდეგ და შემოდომადად შენ ვეღარ ხლები ჩემს
მომღერალი, რომელიც ვეტერინარების რჩეული გახდა, თავადაც ხშირად სტუმრობს ხოლმე ამ პროფესიის წარმომადგენლებს. საქმე იმაშია, რომ პატარა ზუკას დიდი ნაგაზი ყავს. ვილეს ექიმები კი ზუკას ირჩევენ. საქართველოში ყველაზე ცნობილი და საყვარელი ყოველ შემთხვევაში ბავშვებისათვის ექიმი ვეტერინარი დოქტორი აიბოლიტია. ქართველი დოქტორი აიბოლიტები კი ასევე ცნობილს, თუმცა ამჯერად აგენ 007 და мис 4 თანხლებ პირს ირჩევენ. დათო გომართელი და ფორტე პროფათეულში. Onizveseni veseneke grudoi biznesme. Его знают в Ашхабаде, в Тбилиси и Москве. Пришел из Африки, белоснежный фокс. За нефть бананы, предлагает Гондурас. Пришел из Африки, белоснежный фокс. За нефть бананы, предлагает Гондурас. Летит наш самолет прямо в облака. Летит салоне самолета Алибайла. И хорошо, что из портфеля водка русская. Открывал капелька, рубка и салфетка, черная игра. И хорошо, что из портфеля водка русская. Бамбовая пилька, рубка и салфетка, черная игра. Летит наш самолет прямо в облака. Летит в салоне самолета Алибайла. И хорошо, что из портфеля водка русская. И хорошо, что из портфеля водка русская. Бамбовая пылька, рубка и салфетка, черная игра. Самолет, самода, геет симонета. Эгидыгды, черта, кересолода, алибала. Вяна хаят на хариеме, янаты бахтинда. Ай, джанин, бомба, арак, яшит, пылька, душанка, гелека. მიღებთ იმისა, რომ ჩვენი საარჩევნო სია საკმაოდ ვრცელია, პროფათეულში მაინც კომუნიზმია. ხომ გახსოვთ სოციალისტური წყობის დროს იყო ერთპარტიულობა. ჩვენთან ერთპარტიულობა არ არის, მაგრამ ერთმომღერლობა. უკვე მერამდენე ვადით. პროფათეულში ერთ და იგივე მომღერალს ირჩევენ. და დღესაც ისევ და ისევ ლელა წურწუმია პროფათეულში.
ოპერაციაც უჩაგიტარებიათ რომელიმე ცხოველს? ოპერაცია აქ ნებისმიერი ოპერაცია დაწყებული პლასტიკურიდან, გინეკოლოგიური, ქირურგიული, საკეისროები, მოტეხილობები, შურუპები, ჭტივდებით, ყველანაირი. ეხლა ძალიან მოდაშია ტუჩების დაბერო და წარმოიდგინეთ მაიმუნი ტუჩდაბელი ანჟელინა ჯოლის ვიცე. პრობლემა არ არის არანაირი. პატარა აქ ჩაჭრილი, ხო? ყველაზე აგრესიული რომელია? ყველაზე აგრესიული ცხოველი, რომელიც არ გიჩერდებოდათ. ლეოპარდი. ლეოპარდები. ლეოპარდთანაც ყოფილ ხარ? ლეოპარდები, ეს ლეოპარდები არა, ჩემი გაზრდილები სახში მყავდა 20 დღის ასაკით ჩამოიყვანეს და სოსკით ვაჭმევდით. თქვენი მეძებლები იქნებოდნენ კარგი. არა, მაგრამ ხვალე რო გამოიაროთ, სურათებს განახებ, პატარები რო. თქვენი მეძებლები იქნებიან კარგი დღეში, აი რო იტყვიან, წარმოიდგინეთ და იცით, ჩემ მეძებელს ლეოპარდი ყავს, ჯერ ძაღლი რო ყავს, როგორი ზაშია და ლეოპარდი ყავს. რა თქმა უნდა. აი ახლა წარმოიდგინეთ, კარები რო გაიღო, სანამ ჩვენ არჩევნებს ვატარებთ და ლომმა რო შემოისენოს, ხო კარგი იქნება? არა და ზუსტად იმ ადგილას არ შეიძლება შეიძლება ლომმა შემოისენოს და სტილომ ხორთუმი რომ მოარტყას, კარგი, აი სანამ გავიქცე არ ვიცი. გაიქცე ვერ სად. Nací al Madrid, na mojej svetom govim kraju. Daj navčila, presnja prisivati, okno tuču, na nju maju, jak na ti čorno prince poljanu. Baču mam ti stadjensko, baču твоим, моя мама, твою ласку я чую родненько. Прилетаю до нашего поля из даленьки край журавли. Расцветали и квиты доля на моей украинской земле. Jak na ty czarno przypoляну, бачу матір стаденько, бачу ручки твої, моя мама, твою ласку я чую родненько. Jak na ty czarno przypoляну, бачу თუ მინდა ხდა ვეტერინარების რჩეული, ახლა მე და როკი ერთად გამოვაცხადებთ. აი ესე არ ჯობია რომ ძაღლები მეილაპარაკონ და ზოგი ადამიანი საერთოდ ძაღლებით ხებს. ასე რომ მინდი როკი გამოვაცხადე. ვერაცხადებ? მოგეთ როკი მასე მითხრა რომ ქვეყანა აირია, ხელით და თოლორაია, პროფათეული. აირია. გოგონა ოთახში რამეს ათებდა ცოცხი და სიცივეთ იმას ოცნებას არტმევდა გულში რაც ჰქონდა წმინდა თან ქუჩაში მთელი ღამე წვინდა ხოლო ბები მთელი წინდა გარბის სახლიდან დავიდეთ ერთად ვიაროთ სამძონი ჩართულია ეს რო გადავიაროთ ამომომეცი ხელი ერთად ყოფნა ხომ არ არის ნელი თუ წელი გავიდა ძველი ვიწყებ გახდიდან Игреби, симлерис, газломас мимиян Мимиян, тебис, рабан микиян Танчас малдали Мелисис, умнебис, чем мизициян Чемис, даргима, ком гаргамициян Севдас, учис, сихарули, мицвиян Ситвас мовели Шхалхиян, кучаши, ахали сахлеби Переби, рекламис, да чела, чула, дахлеби Акчуенеп салат Да мегули, те симхера, дамак Мамис, ветия, барамак სიმღერის გარეშე ალბათ გავქრები რადგან სიმღერა მუდამ ჩემი თანხლები ის მისვლის ბურდა კარაკი მისით ხომ ეცხოვრება დამავს გამავს ჯერა დამიფასებ ნამaks და მე სიმღერი ვარ ჩვენია ჩვენი ქალაქი ჩვენია ღარიბის ჭიერი ჩვენი საჩენია აბა სხვა ამხელად და ჩვენია სხვათან მივედით მუშაში და
მომაზრდიანი ცხენია სანამ დღეს პოდები არ გასვენია ცხოვრობდი იმედით Ana airiya, tavari shairiya, kuchashi mauriya. Kalakma auriya, jaopshi gazdili melerts meseriva. Sitqon mam sakmeli, gamiret sakmeli. Pulebi daidadzes. Studia gaidanes. Vizakhi ყველაფერს რასაც კი განვიცდი. Ურდასაც დაგიწრი ხელს თუ კი გამიწდი. ჩვენია, ჩვენი ქალაქი ჩვენია, ღარიბის ჭიერი ჩვენი საჩენია. აბა სხვა ამ ქვეყნად გადამჭენია, სხვათან იმედით. She's down the street, trying to sweaty, baby. Oh, my God, ცხენია, სანამ დღეს პოდები არ გასვენია, ცხოვრობდი იმედით. დღეისათვის სულას იყო ჩვენ ერთი კვირით დაგემშვიდობებით, მაგრამ ბევრხანს არ მოგაწყენთ მომავალ კვირას, კვლავ ლაილაი წარმოგიდგენთ პროფათეულს უკვე მე-საათე თემები. ესე რომ გაასწორეთ საათი პროფათეულის დროს. კარგად. ლაილაი წარმოგიდგენთ გადაცემას პროფათეული.